ბრიუსელი უნგრეთის ახალი მთავრობისგან ბავშვთა დაცვის კანონის გაუქმებას ითხოვს. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებისთვის LGBT თემატიკასთან დაკავშირებულ კონტენტზე წვდომის აკრძალვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. მავნე გენდერული იდეოლოგიისაგან ბავშვთა დაცვა სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნია. თამარ გოცილიძე გიამბობთ. შეუძლია თუ არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს აუკრძალოს ან შეუზღუდოს ბავშვებს LGBT-სთან დაკავშირებულ კონტენტთან წვდომა. ამ საკითხზე მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთის მაგალითზე პირველად იმსჯელა და დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება. უნგრეთის კანონმდებლობა სერიოზულად უთხრის ძირს ადამიანის ღირსების, პატივისცემის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვის. შესაბამისად, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის იდენტობას, რომელიც წარმოადგენს საერთო სამართლებრივ წესრიგს მრავალფეროვან საზოგადოებაში. გენდერული იდეოლოგიის მავნე გავლენისგან უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც LGBT პროპაგანდის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აუდიო და ვიზუალური მასალების გავრცელებას, პრაიდების გამართვის აკრძალვასა და პედოფილიასთან ბრძოლის გაძლიერებას მოიცავს. ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2021 წელს მიიღო. ევროკომისია მიიჩნია, რომ კანონი LGBT თემის სტიგმატიზირებასა და მარგინალიზაციას ახდენს. ბრიუსელმა ბუდაპეშტს ევროპულ სასამართლოში უშივლა. ბრიუსელმა გენდერული პროპაგანდის შეზღუდვის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნებიდან კვირანახევრის შემდეგ ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მგრძნობიარე სოციალურ და კულტურულ საკითხებში ევროკავშირის ინსტიტუტების როლთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ბრიუსელი იჩემებს უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არავის მიუნიჭებია და არღვევს მშობლების ფუნდამენტურ უფლებას შვილები აღზარდონ. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთს LGBT თემის შემზღუდავი კანონის გაუქმება მოსთხოვა. გადაწყვეტილების აღსრულება უკვე უნგრეთის ახალ ხელისუფლებას მოუწევს. ბრიუსელში უფლებადამცველები ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირში უნგრეთის მომავალს უკავშირებენ. თუ პიტერ მადიარს ნამდვილად სურს პროევროპული იყოს, მან ეს საკითხი პრემიერობის პირველ 100 დღეში ჩასატარებელი ევროკავშირზე ორიენტირებული რეფორმების განუყოფელ ნაწილად უნდა მიიჩნიოს. ბავშვთა დაცვის კანონის მომხრეები კი ბრიუსელს ახსენებენ, რომ ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მიხედვით გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის საგანმანათლებლო და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა.